სანამ მთელი მსოფლიო ირანზე იყო კონცენტრირებული, იუდეასა და სამარიაში ჩუმად სხვა რამ დაიწყო. რამე, რაც რუკა შეიძლება ერთი გასროლის გარეშე შეიცვლიდა. 34 ახალი დასახლება დამტკიცდა. იარაღი შემოდის შეუმჩნეველი მარშრუტებით და დაფარული ასაფეთქებელი ნივთიერებების ლაბორატორია აღმოჩენილია კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე. ყველაფერი ეს და კიდევ მეტი დღევანდელ Judaication-ში. მოგესალმებით Judaication-ზე JNS TV-ზე. ჩემი სახელია ჯოშ ჰასტენი. ამ კვირაში კარგი ამბებია. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ჩუმად დაამტკიცა 34 ახალი ისრაელის დასახლების შექმნა იუდეასა და სამარიაში. ეს წარმოადგენს ერთჯერადად ყველაზე დიდ ახალ დასახლებათა ავტორიზაციას ერთ გადაწყვეტილებაში, ერთ ამით მიმდინარე მთავრობის მიერ 2022 წლიდან დამტკიცებული დასახლებების საერთო რაოდენობა 103-მდე გაიზარდა. ამ ნაბიჯის შესახებ პირველად ამ კვირაში IOC4 News-მა გაავრცელა ინფორმაცია. ეს ადგილები განთავსებულია იუდეასა და სამარიაში, ზოგი ჯენინის მახლობლად ჩრდილოეთ სამარიაში, ხოლო სხვები სტრატეგიულ კორიდორებში მთელ C-ზონაში, რომელიც იუდეასა და სამარიის ის ნაწილია, რომელიც სრულად ისრაელის სამოქალაქო და უსაფრთხოების კონტროლს ექვემდებარება. ზოგი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ჩუმად გადაიდგა, რათა ყურადღება არ გადატანილიყო ირანთან ომიდან, განსაკუთრებით კი ამერიკელების ყურადღება არ გადაეტანათ. ასე რომ ეს არის ახალი დასახლებების საწყისი დამტკიცებები, ან როგორც იუწყებიან, უკვე არსებულ უბნებზე უკუძალით დამტკიცება. მოძულეები, რა თქმა უნდა, გააკრიტიკებენ იუდეასა და სამარიაში ნებისმიერ მშენებლობას. უკუძალით დამტკიცებებთან დაკავშირებით, ნებამომეცით თქვა, რომ 1950-იან წლებში ისრაელში კიბუცები სწორედ ასე ფუნქციონირებდნენ. ისინი ადგილზე ფაქტობრივ რეალობას ქმნიდნენ, რა თქმა უნდა, კანონიერ ტერიტორიებზე და მოგვიანებით იღებდნენ საბოლოო დამტკიცებებს. მოდით ნუ გავიფიქრებ, რომ ეს ახალი სტრატეგია, ან რომ დასახლებელები ისევ ცუდს აკეთებენ. ეს არის ბიუროკრატიის თავიდან აცილების გზა. მთავარი ისაა, რომ იუდეასა და სამარიაში მეტი ებრაული დასახლება აძლიერებს მთელ ქვეყანას. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის ისტორიული გულგული. არანაირი დავა არ უნდა იყოს, როცა საქმე იუდეაში ებრაელების მშენებლობას ეხება. ამავე დროს, ამ კვირაში ბინიმინში ისტორია შეიქმნა. ახალი დასახლება მაოსთ სური საზეიმო ცერემონიით გაიხსნა, რომელსაც მინისტრები და პარლამენტარები ესწრებოდნენ. დასახლება სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს 453 მარშრუტის ზემოთ, რომელიც იერუსალიმსა და ცენტრალურ ისრაელს დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი არტერიაა. ბინიმინის რეგიონულმა საბჭომ ხაზი გაუსვა მის მაღალ უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ მნიშვნელობას. მისი დაარსება წარმოადგენს უფრო ფართო მიდგომის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს თემების გაძლიერებას, როგორც ეროვნული უსაფრთხოების მთავარ კომპონენტს, მიმდებარე ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე. ბინიმინის რეგიონულმა საბჭომ განაცხადა, რომ ეს არის სრულად დაარსებული ახალი დასახლება, რომელიც უკვე მოიცავს სრულ ინფრასტრუქტურას, გზებს, წყალს, ელექტროენერგიას და პირველი ოჯახები უკვე დასახლდნენ. ეს ყველაფერი უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიცაა ადგილობრივი ყოფნის გაძლიერება და სტრატეგიული რეალობის შექმნა ადგილზე. აღნიშნულია, რომ პირველ 11 ოჯახს შორის, ვინც დასახლდა, 8 ოჯახი არის ისრაელის თავდაცვის ძალების რეზერვისტების ოჯახები, სადაც ცოლები პირველები გადავიდნენ და სახლებს აწყობენ, მაშინ როცა მათი ქმრები ფრონტის ხაზზე მსახურობენ. ეს მართლაც გამორჩეულია. ჩვენ ახლახან ვისაუბრეთ ახალი თემების დამტკიცებაზე და ახლა უკვე ამ პროცესის დასასრულს ხედავთ, როდესაც ბინიამინის რეგიონში ახალი თემი რეალურად დაარსდა. ამ ცერემონიაზე ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა თქვა, რომ როცა აქ ხარ, ხვდები რა. მან თქვა, რომ ისრაელს ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავს, უზარმაზარი მიღწევებით. და ასევე არსებობს გადამწყვეტი პოლიტიკური ეტაპი იუდეასა და სამარიაში, რომელიც სრულად ამარცხებს მიწის გაყოფისა და ქვეყნის გულში ტერორისტული სახელმწიფოს შექმნის იდეას. მაშ, რას აკეთებს ახალი დასახლება? ის უზრუნველყოფს უსაფრთხოებას მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიაზე. ის ამატებს უსაფრთხოების ფენას ქვეყნის ცენტრში მდებარე ქალაქებისთვის, როგორიცაა მოდიენი და როშაინი. ის უზრუნველყოფს საცხოვრებელს ებრაელი ოჯახებისთვის ისრაელის სახელმწიფოში. ის ხელს უშლის პალესტინის ადმინისტრაციის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას ჩვენს შუაგულში. ჩვენ არასოდეს უნდა შეგვწყვეს იმის აღიარება, რომ ეს თემები ხელს უშლის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას ქვეყნის ცენტრში. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ისინი, ვინც ებრაელების იუდეაში ცხოვრებას ეწინააღმდეგებიან, ასეთ თემებს არ უჭერენ მხარს.
ძალიან სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ისინი უბრალოდ ვერ ხვდებიან ამას. გავაგრძელოთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, IDF, ამ კვირაში განაცხადეს, რომ ჯარისკაცები გაგზავნეს ალ-რამის სოფელში, რომელიც იერუსალიმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ეჭვმიტანილმა იქ ცეცხლი გახსნა. ოპერაციული აქტივობის ფარგლებში ჯარისკაცებმა დააკავეს არაბი ეჭვმიტანილები და ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის დროსაც აღმოაჩინეს და ჩამოართვეს M4 ტიპის იარაღი ვაზნებიდაები და დამატებითი იარაღის ნაწილები. ეს აქტივობა ისრაელის თავდაცვის ძალების მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს იუდეასა და სამარიაში იარაღის აღმოჩენასა და ჩამორთმევას. დავიმახსოვროთ, რომ ბევრ შემთხვევაში იარაღი ირანიდან იორდანიის გავლით იუდეასა და სამარიაში და საბოლოოდ ისრაელის სხვა რეგიონებში შედის კონტრაბანდით. შესაძლოა ირანში შექმნილი ახალი, უკიდურესად დასუსტებული რეალობის შედეგად ასეთი ტიპის აქტივობა მნიშვნელოვნად შენელდეს. ამავე დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ მათ დაშალეს ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებელი ლაბორატორია პალესტინის ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებად ქალაქ ტულქარემში. რეიდის დროს ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, მათ შორის 200 მილის ბომბი. ცეცხლმაქრები, რომლებიც განკუთვნილი იყო ასაფეთქებელ მუხტებად სატრანსპორტო საშუალებებზე დასამაგრებლად. დიდი გაზის ბალონები, რომლებსაც შეეძლოთ ასაფეთქებელ მოწყობილობებად გამოყენება მანქანების ქვეშ და 50 კილოგრამის სხვა ასაფეთქებელი მასალა. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ლაბორატორია ამ მასალებს ამზადებდა იმისთვის, რომ დაემიზნებინა ისრაელის ჯარისკაცებისთვის და ღმერთმა არქნას თავდასხმები განეხორციელებინა ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე. მადლობა ღმერთს, რომ ეს ლაბორატორია აღმოაჩინეს და რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის. ჩემი შეშფოთება ისაა, რამდენი ესეთი ლაბორატორიაა კიდევ პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე, ჩვენ სავარაუდო მშვიდობის პარტნიორებთან და ეს არის ნამდვილი კითხვა. სამწუხაროდ ხშირად იუდეასა და სამარიაში ცეცხლსასროლი იარაღი საჭირო არ არის და ტერორისტები, რომლებიც პალესტინის ავტონომიის ქვეშ ცხოვრობენ, ქვებს იყენებენ როგორც თორცს თავიანთ მთავარ იარაღს. Hatzalah Judea და Samaria პირველი რეაგირების ორგანიზაცია ამ კვირაში ჩრდილოეთ იორდანეს ველზე მკვლელობის მცდელობის შემთხვევა დააფიქსირა. არაბთა ბრბომ ამ ტერიტორიაზე ფერმერებს შეუტია. ინციდენტის დროს ერთ-ერთი ებრაელი მცხოვრები მძიმედ დაშავდა, როდესაც ქვა თავში მოხვდა. შემდეგ ტერორისტებმა ისევ ასწიეს ქვა, რათა დაენარცხებინათ მიწაზე მწოლიარე დაჭრილზე. მაგრამ ღმერთს მადლობა, შემთხვევის ადგილზე მყოფმა სამსახურიდან თავისუფალმა ჯარისკაცმა ესროლა და გაანეიტრალა ტერორისტები, რითაც შესაძლო მკვლელობა აღკვეთა. ეხლა მეგობრებო, მინდა აგიხსნათ. მხოლოდ იმიტომ, რომ ირანთან ომი მიმდინარეობს, ეს არ ნიშნავს, რომ პალესტინის ავტონომიის არაბები ყოველდღიურად არ აგრძელებენ ებრაელებზე თავდასხმებს, გზებზე და დასახლებების მიზანში ამოღებას. სხვათა შორის, როგორ გააშუქა ეს შემთხვევა ალ-ჯაზირამ. მათ თქვეს, რომ ისრაელის დასახლებების მცხოვრებლებმა მოკლეს პალესტინელი ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს სოფელზე რეიდის დროს. და ბევრ სხვა საინფორმაციო საშუალებასაც მსგავსი სათაურები ჰქონდა. როგორღაც, ებრაელი თითქმის მოკლეს და თითქოს ისინი არიან ის ადამიანები, ვინც სოფელში რეიდს ატარებენ. ეხლა მეჯერ არ მინახავს ეს შემთხვევა დოკუმენტირებული, მაგრამ განსაზღვრებით იცით როგორ ეწოდება იმას, როცა იუდეასა და სამარიაში სამსახურიდან თავისუფალი ჯარისკაცი კლავს ტერორისტს, რომელიც პირდაპირ ერთი წამითაა დაშორებული ებრაელის მოკლას. თუ გამოიცანით ტერმინი დასახლებულთა ძალადობა, მაშინ სწორად გამოიცანით. ეს შემთხვევა ჩაიწერება როგორც დასახლებულთა ძალადობა. ახლა გესმით, რატომ გაიზარდა და რიცხვები ასე მკვეთრად, როგორც ბევრი ამტკიცებს. მე არ ვარ გულუბრყვილო და ვიცი, რომ დაძაბულობა არსებობს, მაგრამ ებრაელთა თავდაცვა საერთაშორისო საზოგადოების თვალში, მათ აზრით, სწორედ დასახლებულთა ძალადობაა. და რამდენად აბსურდულია ეს რეალობა. გავაგრძელოთ, პალესტინის ავტონომია და მისი ოფიციალური გაზეთი ჩივიან, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მეტი რაკეტა არ გაუშვა, არამედ ჰამასი მარტო დატოვა ბრძოლაში. ეს Palestinian Media Watch-ის ახალი ანგარიშის მიხედვით ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც აფიქსირებს იმას, რაც არაბულ მედიასა და პალესტინის ავტონომიის საზოგადოების საზოგადოებაში ითქმის. Palestinian ავტონომია ამტკიცებდა, რომ ირანს ნამდვილად რომ ეზრუნა პალესტინელებზე და ჰამასი არ მიეტოვებინა, 7 ოქტომბრის ომის შედეგი სხვანაირი იქნებოდა. სხვა სიტყვებით რომ თქვათ,
პალესტინის ავტონომია ჩივის, რომ ირანმა არ ესროლა მეტი რაკეტა ისრაელის სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი 7 ოქტომბრის მასაკრის შემდეგ, ან მის დროს, ამჟამინდელ ომში PMW-მ დააფიქსირა, რომ პალესტინის ავტონომია დუმს ამერიკულ-ისრაელურ თავდასხმაზე ირანზე და მხოლოდ ირანული რაკეტების მიერ არაბულ ქვეყნებზე თავდასხმას გმობს. Palestinuri terroristული ორგანიზაციები ღიად გლოვობდნენ აიათოლა ხომეინის სიკვდილს, მაშინ როცა პალესტინის ავტონომიას კომენტარი არ გაუკეთებია. Palestine's ავტონომიის მთავარი შიშია, რომ ირანთან ომი პალესტინის საკითხს ყოველდღიური სიახლეებიდან გააქრობს. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, მეგობრებო, რომ ეს სრულიად გასაგები იყოს, პალესტინის ავტონომია გაბრაზებულია ირანზე, რადგან მათ არ სცადეს ისრაელის სახელმწიფოში მეტი ებრაელი მოეკლათ. ისინი გაბრაზებულები არიან ირანზე, რომ მათ არ დაუწყიათ რაკეტებისა და დრონების გაშვება პირდაპირ 7 ოქტომბრიდან. უბრალოდ რომ გაგაგებინოთ, სად დგას პალესტინის ავტონომია? ჩვენი თითქოს და მშვიდობის პარტნიორი, ამ საკითხში რაზე ფიქრობენ, რომ მეტი ებრაელი არ აღმოჩნდა თავდასხმის მის ქვეშ? აი ეს არის ის, რაც მათ აწუხებთ. აი ეს არის ის, რაზეც ისინი ყოველდღე ფიქრობენ. პალესტინის Media Watch-ი ასევე იუწყება ამ კვირაში, რომ ნაბლუსის მუნიციპალიტეტმა, რომელიც სინამდვილეში ბიბლიური ებრაული ქალაქი შექემია, უმასპინძლა გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იყო 28 ნახატი იმ ადამიანების, რომლებსაც ისინი ეროვნულ, კულტურულ და სოციალურ სიმბოლოებად მიიჩნევენ. თითოეულ ნახატს თან ახლდა განმარტებითი ტექსტი იმ პიროვნების შესახებ. ნაბლუსის მერმა ჰუსამ ალ-შაქშირმა განმარტა ამ ფიგურების მნიშვნელობა. ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ, პალესტინის ავტონომია და ყველა ეგრეთ წოდებული პალესტინელი, დიდად ვაფასებთ იმ როლს, რომელიც ამ ფიგურებმა პალესტინის ეროვნულ საქმეში ითამაშეს. ქმედების სფეროში, და ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი. არჩეული მისაბაძი მაგალითებიდან 28 ნახატიდან 12 იყო წარმოდგენილი. Terroristები, რომლებიც ან ხელმძღვანელობდნენ terroristul ორგანიზაციებს, ან სხვებს აგზავნიდნენ მკვლელობებზე, ან გეგმავდნენ მკვლელურ თავდასხმებს, ან თავად ახორციელებდნენ ამ თავდასხმებს. 28-დან 12. მერმა დაამატა, რომ ეს პირები, მათ შორის ის ტერორისტები, რომლებიც ათასობით ადამიანის მკვლელობაზე არიან პასუხისგებელნი, მისაბაძი მაგალითები არიან. და რომ გამოფენის სტუმრებს მოუწოდებენ ისწავლონ ამ პიროვნებებისგან. საჯაროდ რომ თქვათ, პალესტინის ავტონომიის ერთი თხვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქის მერი ტერორისტებს გმირებად წარმოაჩენს ხელოვნების გამოფენის საშუალებით. ეხლა თუ შრემში, პალესტინის ავტონომიის ქვეშ, ანუ ეგრეთ წოდებული ნაბლუსში მცხოვრები 7 წლის ბავშვი ხარ, გასაკვირია კი რომ გაიზრდები ტერორისტების პატივისცემით და ისრაელისა და ებრაელების სიძულვილით. საერთოდ არ არის გასაკვირი. როცა ხალხი მეკითხება და ეს ხშირად ხდება, იქნება თუ არა აქ მშვიდობა, ყოველთვის ვეუბნები. შეხედეთ, რა სწავლობს მომავალი თაობის ბავშვების სკოლებში. შეხედეთ, რა ხდება პალესტინის ავტონომიაში და შემდეგ შეხედეთ, რა სწავლობენ ებრაელები ისრაელში თავიანთ სკოლებში. ეს არის როგორც დღე და ღამე. ამავე დროს, შეხედეთ, რას ავრცელებენ ოფიციალურ პალესტინის ავტონომიის ტელევიზიაში. შეხედეთ, რას ასწავლიან ზაფხულის ბანაკებში. და დიახ, შეხედეთ, რა არის ჩადებული ადგილობრივ კულტურაში. შეხედავთ ესეთ ამბავს, მაგალითად ნაბლუსში გამართულ ხელოვნების გამოფენას და ხვდებით, რომ სანამ მომავალი თაობის ბავშვები პალესტინის ავტონომიის პირობებში ასეთ ნაგავზე გაიზრდებიან, არაფერი შეიცვლება. არ მინდა პესიმისტურად ჟღერდეს, მაგრამ ეს არის რეალობა, რადგან ესენი ჩვენი მეზობლები არიან, რომლებიც სიძულვილს ავრცელებენ თავიანთ ბავშვებში. შეიძლება ოდესმე რამე შეიცვალოს, მაგრამ ახლოსაც კი არ ვართ. როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ ყოველთვის უნდა გვახსოვდოდეს. და მთავარი ისაა, რომ ებრაელები იუდეიდან არიან. და არაფერი, რასაც გააკეთებთ ან იტყვით, ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ეს არის ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის წინაპრული, უძველესი ბიბლიური სამშობლო და გულის გული. ეს იყო კიდევ ერთი გამოშვება Judaication-ის JNS TV-ზე. ჩემი სახელია Josh Hasteni. არ დაგავიწყდეთ, დაგვიტოვოთ სუპერ მადლობა. აუცილებლად გამოიწერეთ არხი. გაეცანით ყველა საოცარ კონტენტს, რომელსაც JNS TV გთავაზობთ. ეწვიეთ jns.org-ს, რათა მიიღოთ ყველა უახლესი ახალი ამბავი ახლო აღმოსავლეთიდან, ისრაელიდან და რა თქმა უნდა მთელი ებრაული სამყაროდან. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ადამიანს, ვინც კულისებში მუშაობს JNS TV-ში. არონ ვოლგერლანდერს, რომელიც აქ პულტთან მინის მიღმაა, ბარბარა ხანიმოვს, ჩვენს პროდიუსერს, იურის ფრეცკის, სადგურის მენეჯერს, რაიან ლიშიც და ზახ სიკერმანს.
კიდევ ერთხელ არ დაგავიცდეთ მოგცეთ ლაიქი. სუპერ მადლობა. გამოიწერეთ არხი და მომავალ კვირაში მხოლოდ კარგი ამბები გავიგოთ. გააგრძელეთ ლოცვა ისრაელის თავდაცვის ძალების, მამაცი მამაკაცებისა და ქალების კეთილდღეობისთვის, რომლებიც 24 საათი, კვირაში 7 დღე გვიცავენ. გქონდეთ შესანიშნავი კვირა და მომავალ კვირას ისევ შეგხვდებით აქ, Judaications'e, JNS TV-ზე.